მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაქვს მიმდინარე კვირაში, მათ შორის კვირის ბოლოს ჩვენ ნახავთ ინფორმაციას ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებასთან დაკავშირებით, ნახავთ ამ მაჩვენებელს, მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ კიდევ ერთხელ პროგნოზირებულზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება დაფიქსირებული ამ ნაწილში, ასევე როგორც გასულ კვირის ბოლოსვე ბიზნეს ინსაიდერის ექსკლუზივის თანახმად გაცნობდით, ასე ვთქვათ, მიმდინარე კვირაში გაგრძელდება ძალიან საინტერესო შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბიზნეს სექტორთან, კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებულ საკითხს შევეხებით და მართლაც ნამდვილად ჩანს, რომ ამ კუთხით მთავრობა ერთდროულად აგრძელებს დიალოგს ბიზნესთან დიალოგის რეჟიმში, თუმცა მეორე მხრივ ბუნებრივია სწავლობს ყველა იმ საკითხებს, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად იყოს პრობლემური და იყოს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ეკონომიკური საკითხების მიღმა. ჩვენ არა ერთხელ ვისაუბრეთ გასულ წელს და გასულ წლის ბოლოსაც, ასე ვთქვათ, ვნახეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივები ენერგეტიკის სექტორში, 1 მილიარდი ლარის პატიება, რომელიც იყო უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ შემთხვევაში, რომელიც შეეხებოდა, რომელიც იყო საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელსაც ასევე მნიშვნელოვანი შედეგები უნდა მოიტანოს, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის სექტორში და ვხედავთ ამ ნაწილშიც ინვესტორთა აქტიურობის ნაწილს. ბუნებრივია უნდა მივსჯელოთ რა გაგრძელება მოყვება, ასე ვთქვათ, ამ ინიციატივას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პრემიერის ასევე გაცხადებული მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე თუ რა ინიციატივები გვაქვს ამ კუთხით, რაც თავარია ეს არის ოპტიმისტური, თუმცა ამავდროულად ძალიან რეალისტური მიზანი ამ კუთხით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წლის ბოლოს არსებული ასევე საკითხი, რომელიც იყო განხილვის ნაწილი, საკითხი შეეხება ასევე ბუნებრივია ტარიფების საკითხს. ყველა ამ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ენერგეტიკას შეეხება, ჩვენ ვისაუბრებთ სემეკის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით ნარმანიასთან დღეს იმედის დილაში ბიზნეს ინსაიდერში. ბატონ დავით, მოგესალმებით, მადლობა გიხდით მოგზაურობისათვის. კიდევ ერთხელ და ბუნებრივია სექტორზე გვინდა ვისაუბროთ ჯამში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სემეკის ბოლო გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით. რაღაცა შთაბეჭდილება დამჩა მე პირადად რომ უცებ იყო ასე ვთქვათ თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იყვნენ გარკვეული ჩასაფრებული ადამიანები რომლებიც ელოდებოდნენ რომ არ იქ ახლა ტარიფები უნდა გაზრდილი იყო დაუყოვნებლივ ასე ვთქვათ და პირიქით ერთ კითხვებს ვსვამდნენ რატო არ გაიზარდა ტარიფები რა მოხდა ასე ვთქვათ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული სემეკის მხრიდან რომ განუმარტოთ ჩვენს მოსახლეობას ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების ზრდა ისედაც არ იყო დაგეგმილი, ვინაიდან არსებული პარამეტრები გვაძლევდა საშუალებას, რომ მინიმუმ 1 წლით შეგვენარჩუნებინა ტარიფები, ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, ჩვენ გადაწყვეტილების მიღების დროს გადავავადეთ რა ტარიფების დადგენა 3 თვით, ანუ დავადგინეთ დროებითი ტარიფი, იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის არ იყო დამტკიცებული გენერაციის გეგმა, ანუ ელექტროენერგიის ბალანსი, რომელიც არის ამომავალი წერტილი, ვინაიდან ამ ბალანსში ჩანს სხვადასხვა პირველ რიგში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის საპროგნოზო მოცულობა და სწორედ ჩვენთვის მთავარი არის პირველ რიგში ენგურჰესის გამომუშავების პროგნოზი, ასევე სხვა ჰიდროსადგურების, თბოსადგურების პროგნოზი, ვინაიდან ეს გვაძლევს საშუალებას დავიანგარიშოთ რა იქნება მომდევნო პერიოდში ენერგიის ღირებულება, მეორე მხრივ განაწილების ტარიფი იანგარიშება ინვესტიციების მოცულობიდან გამომდინარე, ამიტომაც ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს სწორ ტარიფს და გამომდინარე იქიდან რომ ყველა პარამეტრი არ ქონდა იმ დროისთვის, მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, რომ დაგვედგინა დროებითი ტარიფები. თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 2024-2025 წელი სამთეთრიანი შემცირებული ტარიფი გვაქვს ელექტროენერგიის სექტორში, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ დაახლოებით რამდენითაც შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფი, დაახლოებით იმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდით. ანუ ზრდა რაიმე არ იყო 2 წლის წინანდელი მაჩვენებელი დაახლოებით უხეში გაანგარიშებით იყო მოსალოდნელი რომ გახდებოდა ტარიფი.
კი ბატონო, დიდი მადლობა ძალიან ისეთი ამომწურავი განმარტების ამაზე, იმიტომ რომ საფრთხოდ იყო არაერთი სპეკულაცია, თუმცა კიდევ ერთხელ აბსოლუტურად სწორი იყო ის მიდგომა, რომელიც ამ კი ბატონო, სპეკულაციას და სპეკულანტებს რა დალევს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში, ძალიან მარტივია გაანგარიშების გარეშე, პარამეტრების გარეშე, როცა ქვეყანაში გვაქვს სიტყვის თავისუფლება, რაც გინდა ის თქვა, რაც გინდა ის ისროლო, არავინ მათ ამაზე პასუხს არ აგებინებს. თუმცა არც სინდისი და ნამუსი გააჩნიათ სამწუხაროდ ამ ადამიანებს, ჭყალებში ვაი ექსპერტებს და ვაი ოპოზიციონერებს და ვაი ზოგიერთი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაფერს ამბობენ, ოღონდაც კი სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური კურსი, რაც ქვეყანას აქვს, ეს კურსი დააზიანონ. აბსოლუტურად და სამწუხაროდ არ არის ეს კვალიფიციური დებატების საშუალება მათი მხრიდან, ასევე პრემიერი საუბრობდა, კვალიფიციური დებატები არის მისასალმებელი, მნიშვნელოვანი, მაგრამ კვალიფიციური დებატები არის თხოვაში და არა ის კი ბატონო, რა თქმა უნდა, კვალიფიციური დებატები ჭირდება კვალიფიციური ადამიანები და სამწუხაროდ გამარგინალებულ ოპოზიციაში და ექსპერტებში ამის დეფიციტი ნამდვილად არის. აბსოლუტურად. ბატონო დავით, ახლაც ესეთი აქტუალური საკითხია, გარკვეულწილად ამ თვალსაზრისით, ვითარება რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, რა ვითარება გვაქვს, რა სიტუაცია გვაქვს? დღეის მდგომარეობით ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით დიდი და არსებითი შეფერხებები რეგიონებში არ გვაქვს, როცა იყო უხთოვლიანობა და ამას დაერთო შემდეგ უკვე ყინვები ზოგიერთ რეგიონში იყო ქარი. გქონდა დაზიანებები, შეზღუდვები, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიას თანამშრომლებმა იმუშავეს ძალიან მჭიდროდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ორგანოებთან კოორდინაციით და მათ ასევე მოახერხეს და მოახდინეს ის, რომ სხვა რეგიონებში, სადაც შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, სხვადასხვა ბრიგადები გადაიყვანეს იქ, სადაც იყო პრობლემური სოფლები და სახლებები და იქ მოხდა ეტაპობრივად ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა ეს ჩვეულებრივი პროცესი არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ჩვენზე გაცილებით დიდი, ასე თქვათ, და ძლიერი ინვესტიციების ენერგეტიკაში გულისხმობა ამ შემთხვევაში და უფრო ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებშიც არის, როცა უხთოვლობა და ნალექები არის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები, მაგრამ თავარი არის, რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება და ამ მიწოდების აღდგენა, რომ დისკომფორტი რაც სახლებობას აქვს, რაც სხვა მომხმარებლებს აქვს, არ იყოს დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული. კი ბატონო, ჩვენ ვნახეთ ეს ეფექტური მუშაობის ნაწილი ამ შემთხვევაში. ბატონო დავით, ენერგოდამოუკიდებლობა ვახსენეთ, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში, ისევე როგორც ინვესტიციების სექტორში, რაც ბევრწილად ერთმანეთთან არის დაკავშირებული, როგორ აფასებთ ამ სიტუაციას, მით უმეტეს ისევე მილიარდის პატიების ნაწილი ერთის მხრივ და მეორე მხრივ შავი ზღვის კაბელი, სადაც გარკვეული პროგრესი გვაქვს ასევე. სამ ნაწილად დავყოფდი ამ კითხვას. პირველ რიგში ეს არის შავი ზღვის კაბელის პროექტი, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება და ამ პროექტმა სულ ახლახან რამდენიმე კვირის წინ მიიღო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სტატუსი, რაც მიანიჭა მას ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი გადავიდა განვითარების უკვე სხვა ფაზაზე და ის არის ორმხრივი ინტერესის პროექტი. შესაბამისად ახლა უკვე წავა უფრო ინტენსიურ რეჟიმში შავი ზღვის ქვეშა ფსკერის ტექნიკური კვლევა, ტექნიკური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და ასე შემდეგ. ჩვენ როგორც მარეგულირებელი კომისია ჩვენს რუმინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში, რათა ერთობლივი რეგულირების ინსტრუმენტები შევიმუშაოთ, გავაფორმეთ მემორანდუმი ჩვენს კოლეგებთან და შესაბამისად გვექნება პერიოდული შეხვედრები, დისკუსიები, ასევე შევისწავლით საერთაშორისო პრაქტიკას ამ თვალსაზრისით და ვიმუშავებთ აქტიურად. მეორე ნაწილი საინვესტიციო აქტივობისა ეს არის ის, ასე თქვა, შეღავათები, რაზეც მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება და პროექტები, რომლებიც იყო სხვადასხვა დროს ინიცირებული სხვადასხვა ეტაპზე და ჰქონდათ ვადაგადაცილებული გარკვეული გარემოებების გამო მათ ეს ვალდებულებები ჩამოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტები, ამ პროექტების დიდი ნაწილი ამოისუნთქავს და უფრო სიცოცხლის უნარიანი გახდება და აქ ახლა ძალიან კარგად გამოჩნდება, ვის აქვს ამ პროექტების შემდგომი განხორციელების უნარი და ვის არა. და პროექტები, რომელთაც გააჩნიათ ესეთი უნარი, ჩემი ვარაუდია, რომ ეს პროექტები უფრო სწრაფი ტემპით წავა. და მესამე ნაწილი ინვესტიციების ეს არის, რასაც მარეგულირებელი კომისია აკონტროლებს და უყურებს, ეს არის განაწილების ქსელში და გენერაციაში უკვე არსებულ ობიექტებში ინვესტიციები.
ჩვენ დავეთანხმეთ გამანაწილებელი კომპანიების წინადადებებს, ქონდა ამაზე არაერთი სამუშაო შეხვედრა და საინვესტიციო პაკეტი მნიშვნელოვნად იზრდება როგორც თელასისთვის, ასევე ენერგოპროსთვის. რატომ? იმიტომ რომ იგივე თქვათ, რასაც გადაცემის დასაწყისში ვამბობდით, ავარიები, ხო, ავარიები დიდწილად უკავშირდება მოძველებული ინფრასტრუქტურას, უკავშირდება იმას, რომ ბოძები უნდა გამოიცვალოს, სადენები უნდა გამოიცვალოს, ტრანსფორმატორები, ქვესადგურები უნდა გამოიცვალოს, შეკეთდეს და ასე შემდეგ, რომ ეტაპობრივად სისტემა გახდეს უფრო მდგრადი და შემცირდეს ავარიები და შესაბამისად მათ შორის სახელმწიფო ელექტროსისტემამაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რაც სისტემის სტაბილურობას და მდგრადობას ხელს შეუწყობს. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში საინვესტიციო აქტივობა იქნება მაღალი. და მე როგორც ეკონომისტი ვარაუდობ, რომ ენერგეტიკა ისევე როგორც ბოლო პერიოდში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს შორის ერთ-ერთი მოწინავე იყო, კიდევ უფრო მოწინავე გახდება მომდევნო წლებში, როცა საქსტატის შესაბამის წლიურ მაჩვენებლებს შეაჯამებს და გამოაცხადებს, ვინაიდან როგორც გენერაციაში, ასევე განაწილებაში და გადაცემაში ინვესტიციების მოცულობა არის უპრეცედენტოდ მაღალი, დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა. კი ბატონო, ჯამში ეს ბუნებრივია, თქვენ გვაღნიშნეთ, რომ ეს მოხმარებაზე პირდაპირ აისახება, ბუნებრივია, რომ ის ავარიები მოხმარებელზე პირდაპირ აისახება, ერთის მხრივ ავარიები შემცირდება, მეორეს მხრივ უფრო ხარისხიანი ენერგია ექნება მოხმარებელს რეგიონებში, ბევრგან გვაქვს ჯერ კიდევ პრობლემები, როცა ძაბვის ხარისხი არის დაბალი და ეს სწორედ უკავშირდება იმას, რომ მოხმარება გაზრდილია და ტრანსფორმატორები ვერ პასუხობს შესაბამის, ასე ვთქვათ, ძაბვას, ამიტომ ისინი უნდა გამოიცვალოს, ზოგან ახალი ტრანსფორმატორები დაემატოს და ასე შემდეგ. გადაცემაში ინვესტიციები უზრუნველყოფს იმას, რომ გენერაციის ობიექტები, სადაც აშენდება, იქიდან მეტი ელექტროენერგია იქნას გამოტანილი და ერთიან სისტემაში შესაბამისად ტრანსფორმირებული. ასევე გადაცემის ნაწილში ინვესტიციები უზრუნველყოფს იმას, რომ დამატებით ალტერნატიული კვებები ექნებათ სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებს და ერთგან ავარიის შემთხვევაში ალტერნატიული კვებით მოხდება მათი მომარაგება. და რაც ყველაზე მთავარია, გენერაციაში ინვესტიციები, მე წინა გადაცემაში ვაუბრობდი თქვენთან, რომ ქარის სადგურები შენდება ინტენსიურად და ახლა უკვე დასავლეთით რომ მივდივართ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კასპის ტერიტორიაზე, ვხედავთ უკვე თვალით ახალი ქარის სადგურების ინტენსიურ მშენებლობას. ისინი ჩვენთან უკვე შემოვიდნენ, რომ მათზე სემეკმა გასცეს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და დავიწყეთ ჩვენ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება ამ ნაწილში. მზის ობიექტებია დაგეგმილი და მიმდინარეობს მათი მშენებლობა. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი ინვესტიციები რაც ხორციელდება, უკვე უფრო მეტ ადგილობრივ ელექტროენერგიას მოგცემს, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების და მდგრადობის თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კი ბატონო, ზუსტად მათ შორის ჩვენი ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ჩვენი ენერგია მეტად გვესაჭიროება და ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ 2006 წლის ასე ვთქვათ თავარი გამოწვევები, თავარი მიზნები, მათ შორის ვიცი საერთაშორისო ესეთი აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიება. კი ბატონო, 2026 წელს მარეგულირებელი კომისია რამდენიმე ახალ ობიექტზე გასცემს წარმოების ლიცენზიას და შეგვემატება ახალი გენერაციის ობიექტები ქვეყანაში. 2025 წელს ჩვენ ორ საშუალო ჰესზე გავეცით ესეთი ლიცენზია 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ხობიური ჰესი, უბრალოდ მტკვარი ჰესი და 54 მეგავატი ხობიური ჰესი და რამდენიმე მცირე ჰიდროსადგური შევიდა ასევე ექსპლუატაციაში. 2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება. ასევე დაგეგმილი არის მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მსოფლიოს ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმი საქართველოში, სადაც 150-მდე ქვეყანა, 1200-ზე მეტი დელეგატი ჩამოვა, ინვესტორი ჩამოვა, მარეგულირებელი ჩამოვა და უპრეცედენტოდ მაღალი დონის ენერგეტიკული ღონისძიება ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ უმასპინძლებთ და ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკური და ენერგეტიკული და ბევრი თვალსაზრისით ცნობადობასაც შეუწყობს აღნიშნული ღონისძიება ხელს, ასე რომ დიდი სიამოვნებით აბსოლუტურად დარწმუნებულობა და ბევრი უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება მათ შორის თქვენი ამ საქმიანობის, რომელსაც ამ უწყების ფარგლებში წეწევით და არა მხოლოდ მართლაც ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რა თქმა უნდა, ვემზადებით ყველა ამ ძალიან დიდი ღონისძიებებისთვის, ისევე როგორც თქვენი გეგმებიც, რომელიც ენერგოსექტორშია. დიდი მადლობა ბატონ დავით კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.